ნინო კალანდაძე არის უკვე ხაზზე, ის გვეტყვის რა საინტერესო დეტალები დაიჭირა, ასე ვთქვათ, ტრამპის გამოსვლაში. ქართული კონტექსტის არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო საინტერესოა, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივიდან რა არის ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც რაღაცა კონტურს მაინც გვაძლევს, თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მისამართით, თუ ჩანდა საერთოდ ეს მის გამოსვლაში და მოდით ასე გკითხავთ, ნინო, თუ არ ჩანდა, ეს რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს? კონკრეტულად საქართველოს არ გულისხმობ, ცხადია, მის მოლოდინი არის არ გქონდა დღეს, მაგრამ გულისხმობ ნაკლები აქცენტირება ზოგადად გლობალურ პოლიტიკაზე. მოგესალმებით, ვიკა, მართლაც საინტერესო საყურებელი იყო, საინტერესო მოსასმენი იყო, ძალიან მე ვიტყოდი ერთის მხრივ პომპეზურიც და ამავდროულად სადა ცერემონიალიც იყო, რაც დამახასიათებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, ძალიან ცერემონიალური იყო, შესაძლოა ცოტათი პოპულისტური გამონათქვამებით გაჯერებული, რაც ასევე ტრადიციულია და დამახასიათებელია ელექტორალური პოლიტიკისთვის და შესაბამისად სრულიად ბუნებრივი, მაგრამ მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ვთანხმდებით ყველა, რომ ძალიან კარგი სანახაობა იყო რამდენიმე ასპექტის გათვალისწინებით. პირველი ის, რომ ასევე დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებლად ყველა პრეზიდენტი იყო მიწვეული, უკანა პლანზე გადავიდა და წარსულს ჩაბარდა კამპანიის პროცესში არსებული დაპირისპირებები და ახლა ყველა ერთიანად სახელმწიფოებრივად მიუდგა შემდგომ ეტაპს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ განვითარებას, რაც ასევე ძალიან ნიშანდობლივია და საინტერესო მაგალითია ყველა ტრანზიციაში მყოფი ქვეყნისთვის და ამავდროულად რასაკვირველია იმის მოლოდინი ჩვენ არ უნდა გვქონოდა, რომ ასეთ ცერემონიალური გამოსვლისას რაიმე განსხვავებული ან განსაკუთრებული აქცენტები დაისმებოდა. არავისთვის უცხო არ არის, რომ ტრამპი ცნობილია იმით, რომ ის მეტ აქცენტებს აკეთებს ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, ამერიკაზე როგორც ეკონომიკური სიძლიერის ქვეყანაზე, ამავდროულად ფაქტია ისიც, რომ ამერიკის ეკონომიკური სიძლიერე პირველ რიგში განპირობებულია ამერიკის როგორც ძლიერი მოთამაშის მიერ საერთაშორისო არენაზე და მისი საერთაშორისო პოლიტიკით, მისი მსოფლიო უსაფრთხოების პოლიტიკით და გლობალური პოლიტიკისადმი დამოკიდებულებით. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ის, რომ იმთავითვე გამოიკვეთა კონკრეტული მიმართულებები, რომ მას ახლა თავის აი ამ ბოლო ვადაში მას კი ამბობენ, რომ შესაძლოა კიდევ უნდადეს მქონდეს სურვილი შემდგომ მოთამაშეთაც დარჩეს, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ამ სტატუსით იგი ბოლო ვადით არის წარმოდგენილი, ამიტომ მას გარკვეული მემკვიდრეობის დატოვების სურვილი აქვს და ბუნებრივია, რომ ის იმ პერიოდში, როდესაც რამდენიმე რეგიონში რამდენიმე ომთან გვაქვს, ცხელომთან საქმე, ცხადია, რომ მას აქვს ეს ამბიცია იყოს ერთგვარი მშვიდობის მყოფელი, რაშიც თავისთავად იგულისხმება ის, რომ ამერიკა ამ საკითხებს განყენებულად არ უდგება, რომ ამერიკა არის გლობალური მოთამაშე და მას მიუხედავად იმისა, რომ ის აქცენტირებულია შიდა პოლიტიკაზე, უნდა რომ ამერიკა დარჩეს გლობალურ მოთამაშედ და კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე აიყვანოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და იყოს უშუალო მონაწილე იმაში, რომ შეძლების დაგვარად მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იყოს, რაც ცხადია, რომ მისასალმებელია, მით უმეტეს მისასალმებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარ ვექტორს წარმოადგენს დემოკრატიული სამყაროს განვითარება, დემოკრატიული ქვეყნების განვითარება, დემოკრატიის ტრანზიციაში არსებული ქვეყნების გაძლიერება და იმ ქვეყნების წინააღმდეგ და იმ რეჟიმების წინააღმდეგ გალაშქრება, რომლებიც ავტორიტარებს საყარებენ და რაც მთავარია ავტორიტარული მმართველობის გავრცობა ცდილობენ თავიანთ სამეზობლოზე და რეგიონზე. ჩვენ გვახსოვს, რომ
რესპუბლიკური პარტიის მოთამაშეებთან საქართველოს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა და მათ შორის საქართველოს პირველი სტატუსი თუ სახელწოდება დემოკრატიის შუქურა მოიპოვა სწორედ რესპუბლიკური პარტიის ადმინისტრაციაში ყოფნის პერიოდში. ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სპექტრს არათუ ეამაყება, არამედ ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ფაქტად შემდგარია და რომლის გაგრძელებასაც აუცილებლად შეეცლება ყველა ადმინისტრაცია, მით უმეტეს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის პირობებშიც ის დაინერგა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ რეგიონის მიმართ აქვთ ძალიან გამოკვეთილი გეოპოლიტიკური ინტერესები, მაგრამ არაგეოპოლიტიკური ინტერესები მშრალად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ისე უნდა იქნას გაგებული, როგორც აქამდე ამას ცდილობდა ივანიშვილის რეჟიმი წარმოეჩინა, რომ თითქოს გეოპოლიტიკური ინტერესები გულისხმობს ყველაფერზე თვალის დახუჭვას. პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს საქართველოში და რეგიონში პირველ რიგში აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტები, იმიტომ რომ მათ საყრდენს აქ წარმოადგენს სწორი ინვესტიციები, მათ საყრდენს წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტების სწორი ფუნქციონირება, სავალუტო ფონდების ფუნქციონირება, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა არსებობდეს. ამავდროულად და არა რაღაც თვითმარქვია ოლიგარქი, რომელიც დამოუკიდებლადაც ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ ინსტრუქციებს ელოდება მოსკოვიდან. ეს არ არის ის სათამაშო მოედანი, რომელთანაც ტრამპი ურთიერთობაში შევა და ეს გამოიკვეთა როგორც წინასწარი პოლიტიკური განცხადებებით, რომელიც მისი გუნდის წარმომადგენლებმა გააკეთეს, ასევე ყველა მის თავისთავად განაცხადში, რომელიც გულისხმობს, რომ მათი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის პროცესში ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, ვინ არის მოკავშირე და ვინ არის დემოკრატიის მტერი და აქ ძალიან අაშკარაა, რომ ტრამპის მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება პუტინი, მის მთავარ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ჩრდილოეთ კორეა, რჩება ჩინეთი და რჩება ირანი და ეს ის სახელმწიფოებია, რომლებთანაც თუ რეჟიმებია, რომლებთანაც ივანიშვილი ცდილობს დასავლური სამყაროს გვერდისავლით ურთიერთობების დამყარებას, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების კონცეფციასთან, ინტერესებთან, მათ ეკონომიკურ ხედვებთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან. ამიტომ საქართველოს კონტექსტში რომ ვისაუბროთ პირველ რიგში, ეს სრული აბსოლუტურად ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული პოლიტიკა, რომელიც რეგიონთან მიმართებით და საქართველოსთან მიმართებით აქამდე ხორციელდებოდა, ამის ერთგული რჩება ეს ადმინისტრაცია, კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი და ამის გადახედვა არც ერთ შემთხვევაში არ მოიაზრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრული სითამამით შეგვიძლია და ჩვენში ვგულისხმობ დემოკრატიისთვის მებრძოლ საზოგადოებას, იმ თამამ საზოგადოებას, რომელიც აქ ყველა რესურსით იცავს დემოკრატიას და ცდილობს ქვეყნის განვითარებისთვის თავისი წვლილი შეიტანოს და ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ სრულიად გამამხნევებელია ახალი ადმინისტრაციის გზავნილებიც, განაცხადებიც, მათი საგარეო პოლიტიკის ხედვაც და ყველა აქამდე რაღაც არსებული ილუზია ივანიშვილის ხელის ბიჭების მიერ გაცხადებული, რომ თითქოს 20 იანვრიდან რამე მათ სასიკეთოდ შეიცვლებოდა, იყო ილუზია, აღმოჩნდა რომ არის ილუზია და ყველას ვინც დემოკრატიის ადარაჯოზე არის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი რას გვაძლევს ამის სიგნალს, რომ შეუძლებელია, რომ რუსულ რეჟიმს და ეგრეთ წოდებულ პრემიერს, რომელიც ირანში ჩადის, სადაც იქ სკანდირებენ სიკვდილი ამერიკას, ხელისუფლებას, რომელიც ჩინეთს აძლევს, ანაკლის სპორტს და ასე შემდეგ, მოკლედ არ გავაგრძელებ, შეუძლებელია, რომ ამ რეჟიმს რაიმე სახის მხარდაჭერა ჰქონდეს ტრამპის ადმინისტრაციისგან, სად დაინახეთ ეს ყველაზე მკვეთრად თქვენ, მაგალითად თუნდაც დღეს, იმიტომ რომ 20 იანვარი იყო ერთ პროპაგანდაში ყველაზე ყბადაღებული თარიღი, ხო, რომ რაღაც 20 იანვარს რაღაც უნდა მოხდარიყო მნიშვნელოვანი ქართული ოცნების სასარგებლოდ.
პირველი რაც ამას ეწინააღმდეგება ვიკა არის ის რომ თუ 20 იანვარს რაიმე გარდამტეხი ცვლილება უნდა მომხდარიყო ივანიშვილის რეჟიმის სასიკეთოდ ამის წინაპირობები აქამდე უნდა გამოკვეთილიყო ხო ინაუგურაციის დღეს ეს ვერ მოხდებოდა ფაქტია რომ ამის წინაპირობები აქამდე უნდა დაგვენახა საზოგადოებას და ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებას თავის გაცხადებულ პოლიტიკას აჩვენებს მისი საჯარო განცხადებების მეშვეობით და კონკრეტული ქმედებებით არც ერთი ასეთი განცხადება და არც ერთი ასეთი ქმედება ჩვენ აქამდე ვერ დავინახეთ უფრო მეტიც პრეზიდენტ ტრამპის უშუალო ასე ვთქვათ ადმინისტრაციის გუნდთან დაახლოებული პირების მხრიდან ყოველდღიურად ვისმენთ განცხადებებს რომელიც არის პირდაპირ მიმართული ანტი-ივანიშვილის მისამართით და იმ ხალხის წინააღმდეგ რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ებრძვიან და დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან და ფუნდამენტს ურყევენ ეს ერთი მეორე კიდევ ერთხელ ვამბობ აშკარად არის გამოკვეთი საქართველოს ხომ გაყენებულად არ განიხილება აშკარა არის რომ მკაფიოდ დაფიქსირდა რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა მიმართული იქნება ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ და ამ ჩამონათვალში პირველ რიგში არის ვლადიმერ პუტინი რომლის მმართველობის მიკრომოდელი ინერგება საქართველოში მისივე ხელდასმული წარმომადგენლის მიერ და ჩამოთვლილია ის ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც რეგიონში მოთამაშეებად ფიქსირდებიან, რომლებთანაც მოკავშირეობას ცდილობს პუტინი და ივანიშვილი. ამიტომ ეს ცალსახა გზავნილია, რომ ივანიშვილის ტიპის რეჟიმებთან ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობების გადახედვას არ აპირებს და კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ამის გადახედვა დაიგეგმებოდა, მაშინ ეს აქამდე გამოიკვეთებოდა. უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და პირიქით 10 წლეულების მანძილზე ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებული და 10 წლეულების მანძილზე ეს ურთიერთობა ღრმავდება. ეს ურთიერთობები ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა. ეს ურთიერთობები არ შესულა ჩიხში, იმიტომ რომ რესპუბლიკელებს შეეცვალათ პოლიტიკა რეგიონთან ან საქართველოსთან მიმართებით. არამედ იმიტომ, რომ ოლიგარქმა შეცვალა ეს პოლიტიკა და მე მათვე მოიფიქრეს რაღაც სათავისოდ, რომ ტრამპის პირობებში ეს პოლიტიკა ისევ დაუბრუნდებოდა ძველ ნიშნულს, რაც აშკარაა, რომ ასე არ მოხდა, არ გამოიკვეთა და არანაირი გზავნილი ვაშინგტონიდან არ არის საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, რომ ისინი ან მეტ ლეგიტიმაციას შეიძენენ ან რაიმე ფორმით მათთან დიალოგს განიხილავს ვინმე საქართველოში დემოკრატიის მიღმა და დემოკრატიის განადგურების ხარჯზე. ეს ჩანს იმაზეც, რომ ეს ყბადაღებული 20 იანვარი ისე მოვიდა და ისე ჩაიარა ინაუგურაციამ, რომ რეჟიმის არც ერთი წარმომადგენელი იქ არ იმყოფებოდა. არაფორმალურადაც კი არ იმყოფებოდა. ანუ ისეც არ იყო, რომ რაღაცნაირად კულუარულად მაინც ვინმე მიეწვიათ, ან რომელიმე წარმომადგენელი, ან თქვათ დიპლომატიური რანგით დაეწიათ და ვინმე წაეყვანათ იქ. ესეც არ მოხდა. ზურაბიშვილის იყოფნა მიუთითებს თქვენთვის რამეზე? სალომე ზურაბიშვილის იყოფნაც იყო გზავნილი ვიწრო მეთაურებს შორის, აი საუბრობდით წინა გამომსვლელებთანაც, რომ მეთაურები, როგორც სახელმწიფოს მეთაურების, ასე ვთქვათ, ნუსხაში ამ სტუმრებთან ერთად იყო სალომე ზურაბიშვილი და არა მაგალითად როგორც ყოფილი, არ ვიცი, ლიდერები, იმიტომ რომ ასეთებიც იყვნენ მოწვეული. ესეც ჩვენ როდესაც მათი მხრიდან გზავნილებზე ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიო გზავნილია ორი თვალსაზრისით. პირველი ის, რომ მათ თქვეს, რომ არალეგიტიმურ წარმომადგენლებს ჩვენ არ ვიწვევთ, ან ჩვენ მათთან ჰორიზონტალურ ურთიერთობაში არ შევდივართ, იმიტომ რომ ისინი არ სარგებლობენ სახალხო მანდატით და ამავდროულად იწვევენ პირს, რომელსაც პრინციპში ვადა ამოეწურა საპრეზიდენტო, მაგრამ მას იწვევენ იმიტომ, რომ საქართველოში დემოკრატიისთვის მებრძოლ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ჩვენთვის თქვენი ხმა არის მნიშვნელოვანი და სალომე ზურაბიშვილს ახლა ვიღებთ არა როგორც პერსონალურად სალომე ზურაბიშვილს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც ახლა თქვენ ხმას წარმოადგენს და იმიტომ ვიწევთ, რომ ჩვენ დემოკრატიას პატივს ვცემთ და საქართველოში დემოკრატიის წინა ხაზზე არის ის ათასობით ადამიანი, რომელიც ღამეებს ათენებს ქუჩაში და ეს არის პირველადი განაცხადი ამერიკის შეერთებული შტატების
დემოკრატებისთვის მთავარი ხმა არის სახალხო ხმა, იმიტომ რომ ეს არის ძირძველი დემოკრატია, რომელიც საქართველოში დემოკრატიას უჭერს მხარს და არა ავტორიტარულ რაღაც მიკროკორუფციულ რეჟიმს, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში გეოპოლიტიკური ინტერესი აქვს. სწორედ იმიტომ რომ საქართველოში გეოპოლიტიკური ინტერესი არსებობს დასავლეთის მხრიდან და ვაშინგტონის მხრიდან, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ საქართველოს შეინარჩუნოს თავისი სტატუსი როგორც დემოკრატიის შუქურამ და როგორც ქვეყანამ, რომელიც ვითარდება რეგიონში. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ნინო კალანდაძეს ვესაუბრებოდით